და აქვე გეტყვით რომ კითხვაზე განიხილავს თუ არა ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხი იყო ასეთი ამის შესახებ პრესაში საუბარი სასურველი არ არის ჩვენ შეგვიძლია უკვე გადავიდეთ კითხვით ბატონ გიორგი ხატიაშვილთან ბატონ გიორგი დიდი მადლობა რომ გვერთვებით პირველი კითხვა მექნება ასეთი ბლუმბერგი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები მათ შორის რამდენიმე ფედერალური უწყების ხელმძღვანელი ემზადება უახლოეს დღეებში ირანზე შეერთებული შტატების შესაძლო დარტყმისთვის და ბევრი ინფორმაცია მოვისმინეთ ამის შესახებ სწრაფად იცვლება ეს ინფორმაციები მაგრამ მსჯელობა ალბათ მაინც შეიძლება იმაზე ჩაერთვება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ამ ომში და უშუალოდ რა არის მისი ინტერესი გითხარით მეტი თუ შეიძლება ამ მიმართულებით ამ ეტაპზე როგორი ანალიზის გაკეთება შეიძლება. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. უნდა ითქვას ერთი რამე, რომ ტრამპისტულ ბანაკში არის ორი ურთიერთსაპირისპირო აზრი. უკიდურესად ტრამპისტული ბანაკი არ არის მომხრე, თქვათ ირანთან ომში ჩართვის, ეს იქნება ტაკერ კარლსონი თუ აი ეს თქვათ ულტრატრამპისტები. მეორე მხრივ ტრადიციული რესპუბლიკელები და ლინცი გრემი და ნეოკონსერვატორები, ასეთად ქორები მიიჩნევენ, რომ ეს არის უნიკალური შანსი, რომ თქვათ დრაკონს თავი მოკვეთო და დაასრულო ირანის ბირთვული გამდიდრების პროგრამა. ისიც უნდა გესმოდეს, რომ ისრაელი ამერიკის გარეშე ვერ გაანადგურებს ირანის ბირთვულ პროგრამას მთლიანად, რადგანაც ის თქვათ ის კლდეში გამოკვეთილი თქვათ ის ურანის გასამდიდრებელი ქარხანა მისი გასანადგურებელი თქვათ იარაღი ისრაელს არ გააჩნია. მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია ის ასე თქვათ ბუნკერის კუნეტელი ბომბები და ის თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია რომ გაანადგუროს ეს ქარხანა. შესაბამისად, დონალდ ტრამპს აქვს ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თქვათ წნეხი. ერთის მხრივ ისტორიული შანსი რომ დაასრულო ირანის ბირთვული გამდიდრების პროგრამა, თუ ეს შესაძლებელია, მეორეს მხრივ ესკალაცია, რომელიც მას არ სურს, იმიტომ ის თქვათ მოვიდა მშვიდობის ლოზუნგით, მოვიდა იმ ლოზუნგით, რომ ამერიკა უნდა შეწყვიტოს თქვათ ომებში მონაწილეობა და არის შანსი ომში ჩართვის, ხო? არის შანსი, რომ თქვათ კი ბატონო ამერიკა დაბომბავს ამ ბირთვულ ქარხანას, მაგრამ შემდეგ რა ხდება, იმიტომ ირანი იმუქრება, რომ ის შურს იძიებს და კი ბატონო, აი ამ მიმართულებით საინტერესოა ეს შურისძიება შესაძლებელია მხოლოდ სამხედრო ბაზებზე გავრცელდეს თუ შეიძლება მასშტაბები გაფართოვდეს. ხო, აქ ახლა კითხვა რისი თავი აქვს ირანს. ჯერჯერობით რაც გამოჩნდა დიდი არაფრის. შესაბამისად, უფრო სავარაუდოა, რომ ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკის სამხედრო ინფრასტრუქტურას ირანმა დაარტყას ან ირანის მოკავშირე ამ შიიტურმა გასამხედროებულმა დაჯგუფებულმა, მათ შორის ასევე ხუსიტებმა. ჯერჯერობით ეს სურათი ჩანს, რომ თუ ასე ვთქვათ, ამერიკა ჩაერთვა ამ ომში, ირანი შურს იძიებს სწორედ ამ მიმართულებით. ახლა ბატონ გიორგი, თვითონ ისრაელის მიზანზეც მინდა გკითხოთ, აი ორი ვერსია დომინირებს ძირითადად ექსპერტებს შორის, ის რომ ამ ბირთვული პროგრამის განულება სურს, ამაზეც ცხადია მინდა თქვენი შეფასება, რამდენად არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ესე მარტივად, როდესაც ქვეყანას შეუძლია ურანის გამდიდრება და აქვს ეს მარაგი, როგორ შეიძლება განულდეს ბირთვული პროგრამა. თუ აქ მაგალითად საუბარია რამდენიმე წლის დაპაუზებაზე ისეთ სერიოზული ზიანის მიყენებაზე, რომ ეს პროცესი შეჩერდეს. და მეორე მიმართულება ისრაელის მიზანთან დაკავშირებით სახელდება ის, რომ ამით შესაძლებელია რეჟიმის შეცვლა მოხდეს. აქაც არსებობს კონტრარგუმენტები, მაგალითად, როდესაც ქვეყანა იბომბება და საერთო საგარეო მტერი ყავს, რამდენად არის მოსალოდნელი ოპოზიციური განწყობების ძალების კონსოლიდაცია ქვეყანაში, სადაც რაკეტები ცვივა. ამიტომ საინტერესოა ამ ორივე ვერსიის შეფასება. კი ბატონო, დავიწყოთ უკანასკნელით. მეც დაგეთანხმებით ძალიან სკეპტიკურად ვარ, რომ დაბომბვებით რეჟიმის ცვლილება ეს არის ურთულესი პროცესი და ცოტა ფანტაზიას წააგავს, იმიტომ რომ ლიბიაშიც კი ადგილზე იყო ეს მეამბოხე ოპოზიცია და მეორეც უნდა ითქვას, რომ ლიბიაში ამ რეჟიმის ცვლილებამ არაფერი სიკეთე არ მოიტანა და ვთქვათ ირანში ხო, ხა ირანის დემოკრატიის ქვეშ 15 არ უცხოვრია 3000 წლიდან და ეხა ის ფანტაზიები რომ აი ხა დავამხობ და იქ დემოკრატია იქნება, ესეც ცოტა ძალიან რთული საკითხია. მეორე მხრივ, კი ბატონო, თუ ეს რეჟიმი დარჩა, რაც არ უნდა ისრაელმა თქვა დაბომბოს და გაანადგუროს ირანის ბირთვული პოტენციალი, არსებობს საფრთხე და მით უმეტეს თუ ეს რეჟიმი გადარჩა, ალბათობად ლოგიკური ალბათობა იმისა, რომ ეს რეჟიმი გადაწყვეტს შექმნას ბირთვული იარაღი უფრო მაღალია.
ჯერჯერობით ისრაელი რასაც ცხადებს, ისრაელი აცხადებდა რომ იყო მყისიერი საფრთხე, ესეც ახლა სადავოა, იმიტომ რომ თქვათ ამერიკული გათვლებით ირანს 3 წელი აშორებდა, სხვადასხვა გათვლებით 1 წელი. რა თქმა უნდა, ისრაელმა ძალიან და ძლიერ უკან დაწია ირანის ბირთვული პროგრამა, ის შესაძლებლობები, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ თუ რეჟიმი გადარჩა, ამა თუ იმ ფორმით, რა თქმა უნდა, საფრთხე იმისა, რომ რეჟიმი უკვე სწრაფი ტემპებით შეეცდება, რომ თქვათ, შექმნას ბირთვული იარაღი, საკმაოდ მაღალია. კი ბატონო, ამ კონტექსტში ასეთი რამ მინდა გითხოთ, აი ბირთვული იარაღის ქონა რეჟიმისთვის თავდაცვის გარანტიებად განიხილება ეხლა ხშირ შემთხვევაში გვესმის ისიც რომ ეს ბირთვული იარაღი რეჟიმის შენარჩუნებაში ეხმარება თუ პირიქით რეჟიმისთვის შეიძლება ეს ეგზისტენციალური საფრთხე იყოს. მოკლედ აქ რა რისკები არსებობს და ამ ორი ვერსიის არსებობას რა ლოგიკური საფუძველი აქვს? ხო, ეხლა შევხედოთ ხო სამყაროს. ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღი არის პრაქტიკულად ერთადერთი საზღვაო თქვათ პოლისი, რომელიც ამ რეჟიმს ინარჩუნებს იმ კუთხით, რომ ყველა ელოლიავება მეტნაკლებად ჩრდილოეთ კორეას იმაზე უფრო, ვიდრე ის იმსახურებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კორეას გააჩნია ბირთვული იარაღი და იმ დონის ასე ვთქვათ წვალების სიგიჟე, რომ თქვათ გამოიყენოს ის თქვათ არაორდინარულ სიტუაციებში. მეორე, ასევე ლიბიის მაგალითი 2003 წელს ერაყის მაგალითით შეშინებულმა მუამარ კადაფიმ უარი თქვა მასობრივი განადგურების პროგრამაზე და თქვა ლიბიამ არ შექმნა ბირთვული იარაღი. 2011 წელს კადაფი დაამხეს. შესაბამისად, ის ლოგიკა, როცა ბირთვული იარაღი გაქვს სოფლიო პოლიტიკაში თქვენობით გენდლაპარაკებიან, რაც არ უნდა შეურაცხადი რეჟიმი იყოს, ამას ნამდვილად არსებობის საფუძველი აქვს. ამიტომ ეხლა ლოგიკა მე არ ვიცი რას იზამს ირანული რეჟიმი, მაგრამ დღეის მონაცემებით თუ ეს რეჟიმი გადარჩა, რომ თქვათ შიდა წრეებში, აი იგივე ამ ირანის შიდა წრეებში გაჩნდეს ეს საკითხი, რომ ასე გვექცევია, როცა ბირთვული იარაღი არ აგვაქვს და ვამბობდით, რომ აქვთ. ეხლა რო შევქმნით, უფრო თქვენობით დაგველაპარაკებიან. შესაბამისად, ეს მოცემულობა შეიძლება დადგეს ირანის წინაშე. კი ბატონო, და ბოლო კითხვა მინდა ასეთი დაგისვათ, აი საქართველო ჩვენ რა ჭრილში უნდა განვიხილოთ აქ საფრთხეები, როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება დღეს, აი გასაგებია რომ შეიძლება ეს ჩვენ პირდაპირ საქართველოს არ ეხებოდეს, მაგრამ აქ რადიოლოგიურ კატასტროფაზეა საუბარი, ჩვენ ბოლო მონაცემები ვიცით, რამდენიმე დღეს წინ იყო მაგალითად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ირანის ბირთვული ობიექტების გარეთ რადიაციის დონე უცვლელიაო. მაგრამ არ ვიცით ხო ხვალდაზე რა მოხდება. გარდა ამისა, აი საქართველოსთვის ეს კონფლიქტი პერსპექტივაში ომი თუ გაფართოვდა მასშტაბები, რა ჭრილშია საინტერესო რისკის შემცველი და საფრთხის შემცველი ასევე ამავე დროს. ხო, რადიოლოგიურიდან დავიწყოთ, რა თქმა უნდა, საფრთხე არის თუ ისრაელი დაბომბავს ბუშერის ატომურ ელექტროსადგურს. ის ერთადერთი, თქო, მოქმედი ატომური ელექტროსადგურია, თუმცა არ მონია რომ ეხა ისრაელი ამაზე წავიდეს იმ კუთხით რომ ეხა გამოიწვიოს რადიოლოგიური კატასტროფა და ეს თქვა ურანის განმამდიდებელი ცენტრიფუგები მაინდა-მაინც დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს როგორც თქვენ აღნიშნეთ. რაც შეეხება მეორე საკითხს, თუ ეს ომი გაგრძელდა და ისრაელმა განაგრძო განცხადებული პოლიტიკა, რომ ხო, რა თქმა უნდა ჩვენ ბოლობამ ბირთვული ინფრასტრუქტურას, მაგრამ ასევე ჩვენ გავხდით ირანის სახელმწიფოს ქმედ უუნაროს, ანუ გავუნადგურებთ პორტებს, არ ვიცი, წყლის გამფილტრავ ქარხნებს, ასე შემდეგ და გამოიწვევს ირანში სრულ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ კატასტროფას, ეს ხო არ არის ღაზა, ანუ რეაქციის ქვეშ ციხე, რომ ხალხი ვერცად მიდის. რა თქმა უნდა, ხალხი დაიძრება, ნუ უფრო დაიძრება ერაყისკენ, თურქეთისკენ, ირანისკენ, სომხეთისკენ, ჩვენ ამ ხრივ ყველაზე ასე ვთქვათ, შეიძლება მეორეული ტალღა მივიღოთ ტოლვილების და ამისთვის რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოემზადოთ რა პასუხი, რა პოლიტიკა და რა გვექნება თუ ვთქვათ, კონფლიქტი ირანში გაიწევა და ამან მიიღო უფრო დიდი ჰუმანიტარული კატასტროფის სახე. კი ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და მოგვეცით საშუალება თქვენი საინტერესო ანალიზი ჩვენი აუდიტორიისთვის გაგვეზიარებინა. მადლობა თქვენ, ჩვენ უსმენთ